ეს ადგილი 60-ის ნაგლეჯია. ეს არის კიბუც იფტახი ჩრდილოეთ გალილეაში. აქ ყველაფერი არის გჭირდება. აქ არის ხეხილის ბაღები. აქ არის სოფლის სტილის კოტეჯები. ხოდ ერთი რამ არის. ის დაახლოებით 1 მილის დაშორებითაა ლიბანიდან. და ეს ერთი რამ თითქმის ყველაფერს ცვლის. აქ ცხოვრები ადამიანებისთვის ლიბანი რუკაზე არსებული ადგილი არ არის. ეს არის ხედი ბაღიდან. მას შემდეგ, რაც ჰეზბოლამ ლიბანიდან ცეცხლი გახსნა 2023 წლის ოქტომბერში, დაახლოებით 60,000 ისრაელელი იძულებით გადაადგილდა ჩრდილოეთის დასახლებებიდან. იფტახიც დაცარიელდა. სახლები მიტოვებული იყო, ხეხილის ბაღები დაიწვა და ის, რაც ადრე პეიზაჟი იყო, ფრონტის ხაზად გადაიქცა. ჩვენ უნდა ხელახლა დავлгოთ ისინი, რადგან ომის დროს ხეხილის ბაღებში ხანძარი იყო. ხანძარი კიბუცამდე მივიდა. თითქმის მე ვამბობ, ეს იყო ომის შიგნით კიდევ ერთი ომი, რადგან შაბათი იყო. ხანძარი უბრალოდ კიბუცის ღობემდე მივიდა და ძალიან ახლოს იყო სახლებთან. ძალიან ბევრი მოხალისე კიბუციდან უბრალოდ მოვიდა, უშუალოდ ყოველგვარი აღჭურვილობის გარეშე უბრალოდ მოვიდნენ და იბრძოლეს ამ ომში. ყველაფერი აქ ხდებოდა. სახლები გადარჩა, მიწის ნაწილი კი არა. მაგრამ ალბათ უფრო საინტერესო კითხვა მოგვიანებით გაჩნდა. როცა ხალხმა საბოლოოდ შეძლო ევაკუაცია უკან მოეტოვებინა, დაბრუნდებოდნენ კი ისინი სინამდვილეში. მე ვფიქრობდი, რომ დაბრუნების ხმა ლიბანში უნდა გაეგონათ. ეს იყო ჩემი სახლში დაბრუნების მიზანი. იმ დღეს, როცა სახლში დავბრუნდით, ყველა მანქანა მოვაწყვეთ, კიბუცის ყველა ადამიანი, ყველა ოჯახი თავიანთ მანქანებში ჩაჯდა და ერთად წავედით. იმედი მაქვს, რომ გაგვიგონეს. დამალული ეს არ ყოფილა. ანატისთვის სახლში დაბრუნება უბრალოდ ევაკუაციის დასასრული არ იყო. ეს იყო განცხადება. მე ვფიქრობ, ეს ჩვენი გამარჯვებაა. გზნობდი, რომ გავრბოდით. ჩვენ ვართ უტოლუილები ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს სახლიდან. ამიტომ ვიფიქრე, რომ უნდა გამოგვეცხადებინა, რომ ბრუნდებით. დაბრუნება ერთი რამაა. აქ გადმოსვლა იმის შემდეგ, რაც მოხდა, სულ სხვა. მაგრამ სწორედ ეს დაიწყო. ანათ ამბობს, რომ დაახლოებით 10 ოჯახმა გადაწყვიტა აღარ დაბრუნებულიყო. მათი სახლები ცარიელი არ დარჩენილა. და ეხლა კიდევ 22 ოჯახია მოსაოდნელი ახალ უბანში, რომელიც შენდება. შეგეძლიათ ნახოთ, როგორ ვემზადებით ჩვენს ახალ დასახლებაში გადასასვლელად. 22 ოჯახი უნდა მოვიდეს და იფთახში თავის სახლში იცხოვროს. მარჯვენა მხარეს შეგიძლიათ ნახოთ ბლადას ნანგრევები, ხოლო მარცხენა მხარეს კიბუც იფთახის მშენებლობის დასაწყისი. ვფიქრობ, ეს ძალიან ამაღელვებელია, არა? წარმოიდგინეთ, იქ ყველაფერი დანგრეულია, ატი ჩვენ ვიზრდებით. ძნელია წარმოიდგინო ამ ახალი რეალობის უფრო პირდაპირი სურათი. საზღვრის იქით ნგრევა, ამ მხარეს სამშენებლო მოედანი. ლინო და შლომი აქ არ გაზრდილან. მათ წლები გაატარეს იმ 7 სოფლის ცხოვრების ძიებაში, რომელიც თავიანთი შვილებისთვის სურდათ. შემდეგ, 2023 წლის აგვისტოში, მათ ეს სახლი იპოვეს. 2 თვით ადრე, ვიდრე 7 ოქტომბერი დადგებოდა. ეს იყო ოქტომბერში, არა ბოდიში, აგვისტოში, 2023 წელს. 2 თვით ადრე, ვიდრე 7 ოქტომბერი დადგებოდა. აქ ჩამოვედით, ვიგრძენით, თითქოს ლატარია მოვიგეთ. თითქოს 60-ში ვიყავით. ის იხსენებს, როგორ აჩვენა თავის შვილებს ლიბანი და უთხრა, რომ იქნებოდეს მშვიდობა იქნებოდა და შეძლებდნენ სტუმრობას. მერე საზღვარზე ვითარება გამწვავდა. მისი ქმარი რეზერვში გამოიძახეს. ლინოი ბავშვებთან ერთად წავიდა და 60 დაახლოებით 2 თვე გაგრძელდა. გავიგე, რომ ოცნებაზე არ ვამბობ უარს, ეს ოცნება იქნება და ახდება, თუნდაც დრო დასჭირდეს, მაგრამ მე კიბუცთან და საზოგადოებასთან ერთად წავედი. და აქ იფთახის ისტორია ცოტა პარადოქსული ხდება. ომმა ყველა ვერ დაარწმუნა, რომ აქ ცხოვრება შეუძლებელია. ზოგიერთისთვის, როგორც ჩანს, თითქმის საპირისპირო შედეგი გამოიღო. რა თქმა უნდა, აქ ოპტიმიზმი ახლა ბეტონით არის გამაგრებული. იფთახში ძველი სახლები აშენებული იყო ინდივიდუალური დაცული ოთახების გარეშე. მთავრობის ჩრდილოეთის დაცვის პროგრამის ფარგლებში ეხლა გამაგრებულ ოთახებს ამატებენ სახლებში მთელ საზოგადოებაში. ყოველ ჯერზე, როცა განგაში იყო, ხალხს უბნის თავშესაფარში უწევდა წასვლა, რაც ძალიან რთულია. იმიტომ რომ აქ
დრო რაც გვაქვს, განგაშის დაწყებიდან რაკეტის ჩამოვარდნამდე, დაახლოებით ადრე თითქმის არ იყო დრო, ეხლა კი დაახლოებით 10-15 წამია. ამიტომ მთავრობის მიერ დაფინანსებული დიდი პროექტია, რომ თითოეულ სახლს დაცული ოთახი დაუმატონ. სახელმწიფო და მან ჩრდილოეთში ძალიან დიდი პროექტი წამოიწყო. მამადების მშენებლობა, როგორც ჩრდილოეთის დაცვის პროგრამის ნაწილი. და სწორედ ამ დღეებში დავიწყეთ უსაფრთხოების ოთახის აღჭურვა, ესკალა. და შემდეგ მოდის ალბათ ყველაზე უცნაური ნაწილი. ცხოვრება ნორმალურად გამოიგურება, ძალიან ნორმალურად. ბავშვები დარბიან, აუზი ღია, ბაღებს მორწყვა სჭირდებათ, საზღვარი არ შეცვლილა, გეოგრაფია არ შეცვლილა. რაც შეიცვალა, ეს არის რუტინის განსაზღვრა. ეხლა უბრალოდ ბავშვები არიან, აკეთებენ რაც უნდათ, ომზე არ ვსაუბრობთ, ეს ჩვენი ცხოვრების ნაწილი არ არის. ეს არის ანატი დედა. ანატი, ქალი, რომელიც სამოქალაქო უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი. ცოტა განსხვავებული სამუშაო აღწერილობა აქვს. როცა ომში ვართ, ეს ძალიან მარტივია. გაქვს შენი საქმე, გაქვს შენი მისია. იცი რა უნდა გააკეთო. ომში ხარ და უნდა იმოქმედო. მაგრამ როცა ჩვეულ რეჟიმში ვართ, ესეთ მშვიდ ადგილას, რთულია იფიქრო. კარგი, ეხლა უნდა დავწმუნდე რომ მზად ვართ. და ეს არის ჩემი დიდი მისია. ჩვეულ რეჟიმში დავწმუნდე რომ მზად ვართ შემდეგი კრიზისისთვის. შემდეგი ომისთვის, შემდეგი ომისთვის. და აი ეს არის წინააღმდეგობა იფთახის გულში. სწორად აღსადგენად, ადამიანებმა უნდა შეწყვიტონ ცხოვრება ისე, თითქოს ომი ხვალ დაიწყება. მაგრამ რომ გადარჩნენ შემდეგ ომში, არ უნდა დაივიწყონ, რომ შეიძლება მართლაც დაიწყოს. ცოტა ხნით შეიცვალა, 1 წლით, 2 წლით შეიცვალა. ვინ შეძლებს დაპირებას, რამდენი წლით შეიცვალა რეალობა? მომეცი დაპირება. რა, არ მომისმენია, არც ერთი არ მომისმენია. რაც მათ შეუძლიათ, საკუთარი თავისთვის მიცემული დაპირებებია. ნინოიმ თავისი დაპირება უკვე გააკეთა. არა. მე აღარ ტოვებ ჩემს სახლს. უთხარი საკუთარ თავს რო აღარ წავა. ეს პირობაა, რომელიც საკუთარ თავს მივეცი. საკუთარ თავს შემიძლია პირობა მივცე. იმედი მაქვს, ერთ შევასრულებ. იმედი მაქვს, ჩემს თავს მიცემულ პირობას შევასრულებ და არ წავალ. ფიქრობ, ყველაზე ცუდი სცენარი ისევ წასვლაა. შეიძლება ეს ხსნის იმას, რატო იზრდება იფთახი, არა იმიტომ, რომ მის მსხოვრებლებს ჯერათ, რომ საფრთხე გაქვთ. ისინი აშკარად ასე არ ფიქრობენ. ისინი რგავენ ხეებს, რომლებსაც ზრდას წლები დასჭირდება. აშენებენ სახლებს ოჯახებისთვის, რომლებიც ჯერ არ ჩამოსულან და ამატებენ გამაგრებულ ოთახებს იმ შემთხვევაში, თუ რაკეტები ადრე მოვა. აქ აღდგენა არ ნიშნავს ომის დასრულების გამოცხადებას. ეს არის გადაწყვეტილება, რომ ცხოვრება ვერ დაელოდება სრულ გარკვევას. ოღონდ ბედნიერი რამ, რაც შეიძლება იყოს. სახლში ვარ. რა შეიძლება იყოს უკეთესი ვიდრე სახლში ყოფნა? ეს ჩემი სახლია. ეს ჩემი ცხოვრებაა. ჩემს საწოლში მძინავს. ჩემს შვილებს თავისუფლად შეუძლიათ იარონ კიბუცში. ეცვიონ მეგობრებს. უბრალოდ ისევ ცხოვრობთ, როგორც ყველა სხვა. როგორც ყველა სხვა. უბრალოდ ლიბანი 1 მილის მოშორებითაა და შემდეგი უსაფრთხო ოთახი უკვე შენდება.